You think I'm done? You're fucking wrong. I'm back. Think I'm done. I'm never done. Bring the beat back. გითხრათ ულამაზესია რა. ცოტა ისეთი შუშა მაქვს ჩაწეული, ცოტა ისეთი სიგრილე სიცივეში გადადის, 10 გრადუს აჩვენებს გარეთ ეხა, მაგრამ რაღაცნაირი სასიამოვნოა ეს არის რა. ჰაერი და ჩრდილი და სიცივე და სიგრილე და ყველაფერი ერთმანეთში ისე არის, რომ აი არაჩვეულებრივი შეგრძნებებია ეხლა რა. თან მაგარი ამ მხარეში არ ვარ ნამყოფი. თან მაგარი აქედან არ ჩანს მეგობრებო სამწუხაროდ კამერაში კარგად რაღაცეები, მაგრამ მე უფრო ბევრ რაღაცებს ხედავ მდინარებს, აგერ მაგალითად რაღაც ვილა თუ სახლია არ ჩანს რა. თან მაგარი იქ ნახე კლდეებია თუ რა არის. როგორ შორს ჩანს ეხა კამერაში და რეალურად ეგრე შორს არ არის. თან მაგარი საქართველოს ავითარი რაღაც თაგორიანი ადგილას მოხვდი ახლა. ეხა ეს ადგილი მაგალითად დასავლეთს მაგონებს ჩვენგან ხშირად არის, ჩვენთან ხშირად არის ხოლმე მსგავსი გორები. ძალიან გაია. ძალიან ვიწრო არის კი ბატონო, იმიტომ რომ აქიძე ზოლზე ვდგევარ. და აქით კიდე სარკევს ფოთლებს უხახუნებ ამ ხანს სარკევს და
რაღაც ბევრი მიდევს ტვირთი მე მგონი ვერ ხვდები რაღაც აშკარად უჭირს სიარულა მე მგონი რომ რაღაცა წონის მაიმუნობასთან გვაქვს საქმე ძეგლი მეგონა კაცია მოძრაობს კაც ესე იციან ხოლმე რაღაცებს დასმონა მოძრაობს თავსაქანავს იქ ჩუღლებია სად ვარ კი არ ვიცი სად ვარ მეგობრებო არ ვიცი რა არის ეს დასახელება უკვე სადღაც ვარ რა ირლანდიისკენ მივდივარი თუში დაიაგერვა არ ვიცით ვარ აქ ნამდვილად პირველად ვარ ну რა ვიცი რა გითხრათ მეგობრებო ესე იგი ისეთ სასიამოვნო ამიდია აი აქ მე რო кайფობ მეგობრებო აი არ ვიცი რა აი საქართველოს დინარე პირველად ნახე ესე რომ დინარე ეგრევე აქ ჩამოდიოდა აუ რამდენი ხანია ეგეთ ადგილას არ ყოფილა რა არ ჩანს ამ კაცი ნო აი ახლა გამოჩნდა სიხაძეს არა კაცარჩეს არ ვიცი აი ხო გეუბნებით ეხა აი ამ მანქანის ტარებით მაგრამ кайფობ აქ აი ძალიან ასწორებს რა ეხა კრუიზი ჩაურთე кайხან და ეს ადაპტირებული კრუიზი როგორც მოგესმა თვითონ მიყვება ეხა მაგას ეგრო გაჩერდეს ეს გაჩერდება რო დაიძრება უბრალოდ გას პატარა ფეხი უნდა წააკარო რომ დაიძრას თორე არ წავა ისე აი ფეხი არ მდეს არაფერი ჩაულებრივად
მიყვება ჩვეულებრივად ეხა იმას რა. ნუ რა ვიცი, რაც კაია, მოკლედ. ნამდვილად არაჩვეულებრივი შეგრძნებებია მეგობრებო, ნამდვილად. ნახოთ. წინ რა გველოდება. ძალიან სვიტროა ტრეილერები ძლივსული ერთვა ძალიან მდინარეზე ვიზახდი აი. საქართველოს ავით. მაგარი. აუ იმის რაღაც მაღალზე მიდივარ, ნახეთ. ნახოთ, კაი ხანია ეგეთ ადგილას არ ყოფილვარ. კაი საკატაო ადგილი გაქვს არჩეული ჯიგარო. რა ვიცი, ძალიან მაგარი ეს ადგილია რა, შეხედეთ პროსტა. არ ვიცი, აი კაიფია მეგობრებო მართლა რა. პატარა ბავშვით მიხარია, ეხლა ეგეთ ადგილებში რო ხვდები ხოლმე. მე ხაცარიელი რო იყო უფრო კაი იქნებოდა, მაგრამ არა უშავს დატვირთული Skype. ცოტა მითი ჯიგარო თორე აქ მეც მინდა რომ გავიარო. ისედაც ძლივს ვეტევით ვერ ხედავდო. ანუ რა ვიცი, აი არა, ასწორებს. შემეძლო შესულიყავი ხა? შესულიყავი სცენა. აჰა, ჯიგარი. შენც გაიღებ ჯიგარო, ასწორებს ამარა გადაღება. ისეთი ადგილები უნდა გადაიღო, აბა რა უნდა ქნანო. რამე ჩოპერით აქ გადაობა ეხა მართლა გაასწორებდა რა. ნელა, ტროხ. მართლა მაგარი გაასწორებდა ეხა. მოგტრა მაგარია. უხახუნებს თუ აქ არ გადმოვედი ამ ზოლზე მოკლედ აქ შანსი არ არეტევა რა. აი ძმო ჩემოსნებას ესენი ისრულებენ ჩოპერი კი არ ყავთ მაგრამ აჰა სიან და ჭამე გაგრას მეთქი რა გაიქნებოდა გასერნება და ჭამა მეთქი და მოტოთი და აჰა ვიღაცამ დაამასწრო აისრულა ოცნება. აი მოდი აბა რამე ადგილი თუ იქნა მეს გავაჩერებ ერთი გადასახელი თუ იქნა ხა ცხოვრები. მოგეშინეთ. ეს ზოლზრო გადის მაშინაში ვარ როგორც აქ ნამდვილად პირველად მსგავს ადგილში ვიყავი ერთხელ მოხვედრილი.
და კიდე ერთი ადგილი აქვს, სადაც იქაც ერთხელ ვიყავი მოხვედრილი, ესე იგი 800 რაღაცა მეტრზე ვიყავი ინგლისში, არც მეგონა მაქსიმალური თუ გონდა ინგლისი. ანუ აქ ეხა პირველად ვარ აშკარად. ეხა კაცი არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ აქ სულ აღმარ-დაღმართები, ეხა მაგათ აღმართზე ავდიოდი, ეხა დაღმართზე ჩავდივარ. და საკმაოდ აღმართები, ეხა არ ვიცი კაცი რამდენად ემჩნევა. დაახლოებით 200 მეტრზე ვარ ეხა სიმაღლე. ესეც ბევრია ინგლისისთვის პრინციპში. ლამები. ლამა. მასლა ვიწროა ახლა აქ რა. პატარა მანქანები რო დადიან მაგ პუნქტში და კიდე შუაში რო ორი ზოლია, თუ შუაში ერთი ზოლი რო იყოს, უფრო ცუდი იქნებოდა. ძალიან მაგარი ადგილებია. კიდეც რა ლამაზია ეს ხეები. არა მეგობრებო, თქვენ უნდა ნახოთ, თქვენი თვალით უნდა ნახოთ ეს ყველაფერი კადრში, აფერი არ ჩანს, რეალურად რაც ხდება. რა ვიცი, მაგის ალბათ 60-70% ჰა და ჰა თუ ჩანს რა. ეს ყველაფერი თქვენი თვალით უნდა ნახოთ რა. კიდე იქნება მაწი რაღაცები. აუ ეს რანაირი ცხრებია და მე აქ როგორ გავიდე ჯიგარო სულ და ბაბუების ზიან ეგეთი მეფში მანქანებში
თუ უკანაც ამ გზით მომიწია წამოსვლა, კარგი იქნება, იმიტომ რომ ერთი ადგილი მომხვდა, დიდი ტრანსფორმერის რობოტები იყო, რაღაცა პარკი იყო, თუ რაღაცა იმდენად რეალური იყო, რომ აი, ამ მდინარეშიც გადმოვდივარ. იმდენად რეალური იყო, რომ ძალიან მინდა მოხვდე მაგასთან ახლოს. უკან დავტრიალდები თქო, მაგრამ 16 კილომეტრი დამიწერა შემოტრიალება და მე კიდე უკან და გარჩე 30-40 კილომეტრი უნდა გამოვთვალა და აი რო გავიარე აქ თამხარეს იყო შესასვლელი და დიდი რობოტები მდელოზე იდგნენ, მეთქი ნაღდია ჩემი. მონიშნული მაქვს ეგ ადგილი. რამდენი ხრები ყავთ, ისინი ყავს საქონელი ყავს ტიპს. აქვე გეტყვით მეგობრებო, ვისაც გსურთ სამუშაოს დაწყება დამიკავშირდით, სტაჟირებაზე გვაქვს სტაჟირება და არის 67 евро, შემდეგ 80, შემდეგ 85, შემდეგ 90-დან, ვინც 3 წელზე მეტი ხანი მუშაობს ჩვენთან, 90 ევროებიც აქვს, მოკლედ ჩვენთან ხელფასები. ასევე ვისაც გსურთ COVID-19-ის დამზადება პოლონეთში, ან პოლონური ტახოგრაფის, ასევე პოლონური მედიცინა, პოლონური ფსიხოტესტი და ADR-ის შესაძლებელია. ასე შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკავშირდეთ არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ კომპანიაში მოდიხართ სამუშაო თუ სხვა კომპანიაში. დეტალები და პირობები დამოკიდებულია იმაზე თუ როდის დარეკავთ და რა საბუთი დაგჭირდებათ. მოკლე კურსი, გრძელი კურსი, ახლა ჩამოხვალთ 2 თვეში, 3 თვეში, იმიტომ რომ სულ უცდება ხოლმე რაღაცები. მიახლოებით გეტყვით რომ იმ ავტოსკოლებს რომელსაც მე შემიძლია დაგაკავშიროთ ფასები დაახლოებით 100 აქ ანუ მოკლე კურსი დაახლოებით 450-500 ევროს ფარგლებშია COVID-19, 5-დღიანი კურსია და დაახლოებით 1 თვე უნდა ბარათი დამზადებას. გრძელი კურსი არის დაახლოებით 900 ევროს ფარგლებში თავის მედიცინა ფსიხოტესტით, მოკლე კურსის შემთხვევაში და გრძელი კურსის შემთხვევაში და დრო დაახლოებით 2 თვეს გეტყვიან, მაგრამ თვენახევარში მზადდება ხოლმე, თვენახევარზე მე თითქმის არავის არ მომდოებია ხარ უყურებ. ტახოგრაფის ბარას დაამზადებენ დაახლოებით 1 თვეში და თუ კოდს აკეთებთ, მაგ შემთხვევაში ფასდაგლებაა და 100 ევროში კეთდება და ნუ ADR-ია უბრალოდ ზვირი, ADR დაახლოებით 1000 ზლოტი ჯდება აქ. მეორე გააჩნია, როდის მოხვალთ, რამდენი საბუთი გაკეთება დაგჭირდებათ, რა ავტოსკოლა თემა იმ მომენტში აქტუალურია და ასე შემდეგ. მე უბრალოდ დაგაკავშირებთ იმ ავტოსკოლებთან, სადაც ჩემი ხალხი დადის და შეულებრივად აკეთებენ საბუთებს და მოდიან ჩვენთან. ასე რომ ვისაც დაგჭირდებათ პოლონეთში ტრაილერისთვის რაიმე საბუთის დამზადება ან სამსახურის დაწყება, იქნება სტაჟიორი თუ გამოცდილი მძღოლი, დამიკავშირდით. მითქებულ ნომერს. წარმატებით. ხილახე მოუთხრია თუ წაქცეულა თუ რა ვიცი რა არის. ბრადო. ძალიან იშვიათად აქვს ბრადოები. ზოგადად ევროპაში. კაც რაღაცა არის, ნახეთ. აი რაღაც ისეთი რაღაცა იყო, ოღონდ ნაღდი ტრანსფორმერის ისინი იყო რა რობოტები, აი მე ვიზუალურად ნამდვილს გავდა. გადავეც იგრევო, იკატავეთ, კაი ადგილას ხართ. მოკლედ გავჩერდი აგერ, რატომ გასწრწის დალევა მომიდა ბუნებაში. მოვიდუღე რძეს და დავლე. არც დავაჩქარე. მაინც ხვალე იყო დასლა, დღეს ჩამოვედი ადრე. ძალიან მაგარია და ახი რა მაგარია პროსტად. ნიგოს აი მოდი აბარძე ესეც რაღაცა ტკა გამოვიდა. ხო ვიცი დამეთახმაშით სხვა მაგარი ჰაერია იცით ბრუსტანი არ ვიცი 300 მეტრზე ვარ 305 მეტრზე ვარ რა
ესეც 22 წუთი. 22 წუთი საკმარისი იყო, რომ სოფლის ბავშვობა გამახსენებინა რძით და რამდენჯერ ყოფილა, რომ ბებია ჩემს თავისი რაღაც გაკეთებული ხაჭაპურები და ესეთ პურები მაქვს მეგობრებო, ნაყიდი მე იშვიათად ხაპურს ძალიან არ მეგონა თუ ასე ცოტაზე დავიდოდი. აი რამდენი პურები მომაქვს და ნახევარ ვყრი ხოლმე მერე უკან. ხო და რამდენჯერ გავუღვიძები ვარ ბებია ჩემს რაღაცა თავის გაკეთებული საჭმელები და ხაჭაპური და რაღაც ეგეთ რაღაცეებით მაჭვევდა ხოლმე ძილში ყველას რა ყველა შვილიშვილს გვაჭვევდა ხოლმე და ეგ რაღაც ეგის ნოსტალგია გამიშთა ხა ეგ გამახსენდა რა ამ ბევრი ტკბილი მოგონება მაქვს სოფლიდან და ამწუხაროდ აღარ არიან ეხა ცოცხლები არც ერთი მხარე არც მეორე მხარე მაგრამ ნუ ამ ადგილმა ეგ გამიჩინა კი ბატონო ეგ ტკბილი მოგონებები გამეღვევა მაგარი კარგი წავეც ხა ჩვენ გავაგზავნეთ გზა რომელიც აქვს 55 კილომეტრი აბა კარგად ბუნებავ კარგად ცხოვრებო რამენი გავიკეთოთ არ დაგვავიწყდეს აქეთ არაფერი მოდის არაფერი ახალი მარშრუტი გამოსვლა არ არის შეიძლება ეხა შე რაღაც გავაგზავნე მეგობრებო გზა ერთ-ერთ სოფელს ალბათ კიდე გავივლი ახლა იმედია რაღაცით მაინც ისი ამოვნება ეხლა რაც მე ამ გზის გამოვლი და გზის დალევით შევიგზენი რაღაცა ნაწილმა მაინც თქვენამდე მოაღწია იმედი მაქვს მეგობრებო გადმოგეცით ეს პოზიტივი Teach me how to really love your wounds are gone but you need to take away my every pain I never felt a touch like this I lose myself inside your kiss The world outside just fades away I want you here with me to stay Oh, fallen angel, hold me tight Stay together through the night You gave up heaven just for me To set my only spirit free The sheets are warm up on the bed I hear the words you softly said We moved together in the dark You light a fire from this spark Oh, fallen angel, hold me tight Stay together through the night You gave up heaven just for me To set my lonely spirit free My angels gave right down our side With nowhere left for us to hide I love you more than words can say Don't ever
the only one for me. I hold you close and pull you near. The way I feel is very clear. You have a heart just like mine, a feeling like so divine. We move together in the dark. I feel the fire in the spark. And listen to the words you say. I never wanna go away. The beat is steady and so strong. I know that this is where I belong. You have a heart just like mine, a feeling that is so divine. We move together in the dark. I feel the fire and the და ამასობაში მე მოვედი მეგობრებო თითქმის 7.3 კილომეტრი გავჭა. აქ რა მოხდა ვერ გავიგე რა ვიცი. ხეები ასე დალეწილი თუ დამწვარი თუ მე არ ვიცი ვერ გავიგე რა მოხდა. იმედი მაქვს გადაიდება დაცლა, იმიტომ რომ დღეს 22 რიცხვია და 23-ში უწერია დაცლა, მაგრამ არ მგონი ალბათ არ გადადებენ. ისეთი არაფერი არ მაგათ სარილი პალიტები მაქვს, რკინის დიდები ოღონდ რა. საკმაოდ აღმართია ეხლა აქ, ოი, ნახე, ამ ხელა აღმართზე ბოლოს როდის ვიყავი მე? ნახე, მანქანა ვაფშე ვერ მიდის თუ. მოკლედ როგორც ხდები მეგობრებო, სარიელი მომიწევს ამ გზაზე უკან გამოვლა და ძალიან მიხარია. იმედი მაქვს დღეს აქ ჩავრჩები და არ წავალ აქიდან, რომელიც ასევე ძალიან გამიხარდება. ნახოთ. ეხლა არ ემჩნევა, მაგრამ სულ აღმართია მეგობრებო, აი აქაც მერე იქაც მოხვეული, აი ძალიან. მოკლედ აი ბუნება მოკლედ გასაჩუქრებს რა ადამიანს ასეთი პატარ-პატარა სიხარულებით რა. აქ პროსტა არ არის ხეები, თუ რეალურ ზონაში ჯერ არ ვარ გასჭერ. იმ 300 მეტრიდან ჩამოვედი. პირველად გავიგე ვენტილატორის ხმა, პირველად მანქანამ ჩართო. ყველა მანქანაზე რაც კი მყოლია. აზე ხარ, ანუ საკმაოდ ისე 13 გრადუსია ეხა გარეთ. წერა 300 მეტრზე ვიყავი, მაგრამ მე ჩამოვედი 111 მეტრზე, ეხა ისე ავდივარ 207, 208, 209, 92, 93, 95. მივდივარ მაღლა. ნახოთ აბა ამ სიმაღლეზეა ვარ. იგი 405 მეტრზე ავედი, ეხა ისევ ჩამოვედი და 13%-იანი დაღმართია აქ. ანუ ისიც 13-14-იანი იყო რა. ახლა ამის და ცოტა ეხა ჩავაგდო ეს იმაში, თორე სულ გადახურებული მაქვს ტორმოზები, ეხა ისე მოვდივარ რა და ამიტომ მე-5 კი არა, დაჟე მე-4-შიც ჩავაგდებ. ჩავალაგერ ნელ-ნელადო.
გადახურებული მაქვს ხა ტორმოზები აშკარად და რაღაც ისეთი მოსახვევები არ ესკები რომ რა თქმა თან პოლონი გრუზია და აღაც ეჭვი მაქვს რომ ეს 23 ტონაზე მეტია ამას რაღაცა მოვიდა ვერა მოვიდა თუ რაღაც მოგაია კაცი პატარა დავმართ ყოფილა ეს ცი არაფერი წავეთ ხა რა უცნაური კუსაა ხო რა ერკლდია თუ მიწა თუ რა არის ეს და მოკლედ მაგარ უცნაურად გილას ვარ მეგობრებო ახლა განახოთ ერთი კარგად ხა დავაფოკუსო ამა აი ეს რა არის მეგობრებო Всё, кино не будет, электричество кончилось. ეს რა არის რა ერკლდია და თითქოს კლდე დაამტრია ვიღაცამ და გორა აშენაო და იქითაც ესეა სულ ნახე ვაუ რა უცნაურია კილომეტრი და 800 მეგობრებო კილომეტრი და 800 დამჭა სადღაც აქ მოვდივარ მოკლედ რა Через 300 метров на перекрестке с круговым движением Да, митмуджигарма. первый выезд. Через 200 метров следуйте через круговую развязку и выберите второй съезд А496 Бейнервод. Затем поверните направо. სადღაც აქით მოვდივარ Следуйте через круговую развязку и выберите второй съезд. Затем поверните направо. კი ბატონო სადღაც აქით მოვდივარ მე Через 100 метров поверните направо. Поверните направо. Поверните направо А496 Нордшестернрод. Затем поверните налево. Поверните налево. იქითობას ეხა Кино не будет, აუ электричество ყველაფერმა აირია იქითობას ეხა царილი რო ვიქნები აი მუსიკებს ჩავირთავ ვიდეოებს ეხა იქითობას გადავიღე იქითობასაც ხო არ გადავიღებ არა აი მუსიკებს ჩავირთავ მეგობრებო კაი გაციებულ მანქანას და აი ბოლომდე ვიკაიფებ ამ გზებით მოკლედ რა ბოლომდე რაც არ უნდა ღამე მომიწიოს ან დღე ან წვიმა ან რაღაცა შუშებს ჩაუწევ რომ აქაური ჰაერი კარგად შევისუნთქო მოკლედ რა მაგარია ძალიან მაგარი ასწორებს ესეთი განსხვავებული ადგილები და აგერ მოვედი მეგობრებო მე რომელიც სად უნდა შევიდე აზე არა ალბათ აქით ხო აგერა ისინი მოვიტანე მეც აი ეს ადგილას გავჩერდი მოკლედ დაცლაზე სამწუხაროდ დღეს ვცლია მაგრამ მაინც იმეც ვიქონიებ რომ ეხა აქიდან რომ გავალ ტვირთი არ ექნება და აქ მომიწოს გაჩერება ნახოთ თუმცა მალევე დამცალეს და ტვირთის მალევე იმპოვეს უკან გამოსასვლელად მაგრამ არა უშავს, რადგან უკანა გზაზე შევიარე იმ ადგილას, სადაც აქეთობას ვერ გამოვიარე. აი აქ იყო ის ოპტიმუსები და ვიღაც რობოტები და აბა თუ შევძლებ უნდა გავაჩერო რა. თუ შევძლებ ერთი წამით უნდა გავაჩერო აუცილებლად აქ არ მაინტერესებს რაც იქნება, ის იქნება. აი. აუ რა მაგარია. და ჩავიდე და ნახოთ. ამას შეხედეთ ჩემი კაი. ამას просто შეხედეთ ჩემი.
მანქანა ნახსა მაგას. ეს პროსტა ნახე ამაგარია. რა ნამუშევარია თო. ამას პროსტა შეხედეთ ჩემი. ნამდვილი ვითარი თო. ძალიან მაგარია ძმაო. აი ძმაო. ნამუშევარ, საღო, ნამდვილი ხო არა ხარ თო. ძალიან მაგრა არის გაკეთებული თო. ცხელები ნახე თო. რავი საღო. ჰალკიც არის, აგერ ოღონდეს ბანძი ჰალკია. აქ კიდე რაღაცა, იქ კიდე რაღაცა, ჩემი მანქანა შუა ქუჩაში დავაგდე. რა უკნა. სურო დამაჯარიმონ მაინც. დაკეტილია, ეგ რა კიდე მეორე. ეს ამან დაჭყლდა ფეხი, ეს ბანზია, ეს არაა კაი. ეს ხალკი ცოტა ბანზია, მაგრამ მანქანა კარგად არის, დაჭყლებული რა. აი რა ადგილია მოკლედ. просто დაკეტილები არიან რა. აი მაგალითად რაღაც ტანკი აყენია ეგერ კიდე ოპტიმუსია ალბათ. აქ ვიღაცა კატერით იმაშვება. იქ ვიღაც ხენიანი კაცია თუ რა ვიცი რა არის ეს. იქ გორილა. ეს ჰალკი და მოკლედ რაღაც თემაა რა, არ ვიცი რა. ჩემი მანქანა გდია უპატრონად. წავედი ხასარა. პატრული მოვიდა თორე. ძალიან მაგარი ხარ ძმაო შენ. ძალიან საღო. ცეფუცე. ძალიან მაგარი იყო. საღო. ეგერ კიდე რაღაცა შუჟოია ეს მე თუ ვინა. დღეისათვის სულ ესაა მე მოვიდა. აბა თქვენიც, ოჩაღად ყველა. კარგი. You think I'm done? I'm never done. To find out.